ჩემო მეგობრებო რა, ერთ ძალიან კომიკურ შემთხვევას მინდა გამოვეხმაურო. იმიტომ რომ ჩვენთან ესეთი ანომალიები გახდა ძალიან მისაღები და ნორმალური და ამათ გონიათ რომ ხალხი დებილია და ვერაფერს ვერ უყურებს. მოკლედ, გუშინ ინგა გრიგოლია და ხავს უსვამ რა, ამ არ შემდგარმა ჟურნალისტმა, ჩვეულებრივმა ინტრიგანმა, რომელიც ჯერ პოლიტიკაში წავიდა ჟურნალისტიკიდან და მერე პოლიტიკიდან მობრუნდა და ისევე ჟურნალისტი გახდა. ამას შემთხვევით ხას არ უსვამ. ამას მიზან მიმართულად ვამბობ. გუშინ მოკლედ დალოცა მისი კოლეგა TV პირველის ბჭყალებში ჟურნალისტი ვიღაცა ეკა მიშველაძე, რომელიც ხო ნუ ეს გაბოზებული ბებია რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ალასანიას პარტიის წევრი რო იყო, უტა თუ ჟუტა თუ კუტა, არ ვიცი მაგის ზუსტი სახელი, ბრუტა მინისტრათაც ეჯდათ. მერე თავდაცვის სამინისტროშიც ყავდათ, რომ ქმარს რო უღალატა და ამას რო ამასთან რო ჟიმაობდა და ეს კიდე გაროჩე ტელევიზიით ხშირად რო იწვევდა, ვითომ რო სიმპათიები ქონდა პოლიტიკური და მერე უცებ ქმრად რო გაყვა და მერე მიშველაძის ქმარმა რო გალახა ეს ტიპი და ალასანიას პარტიის წევრს რო ეს პოლიტიკურ თემაში რო უნდა და გაეტანა რა ვიღაცის ბებიის მოტყნა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აი ამას თავი დავანებოთ. ეს მარაზმი გუშინ ტელევიზიით შედგა, რომ აი ეს პოლიტიკაში გვაკლდა ეს ეკა მიშველაძე რა, ჩვენ არ ყოფნის კობახიძეები, არ ყოფნიდა ბესელიები, არ ყოფნიდა მაია ფანჯიკიძეები. მიზან მიმართულად ვამბობ ამას რა, ის ნინო რო ყავთ კიდე საზიზღარი ქოცი. ესენი ჩვენ არ ყოფნიდა და დამატებით მივიღეთ ეს ეგრეთ წოდებული ნაზავი. ხალხო, დავფიქრდეს პატარა რა და გონებას მოუხმოდ, სად მივდივართ, რატო მივდივართ, რისთვის მივდივართ და რა გვინდა და ვის ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ესეთი რაღაცეები გვაკადრონ, რატო უნდა გვაკადრონ, რატო უნდა მივიდეთ თითოეული ჩვენგანი ამ დონეზე, რომ ჩვენ გონებაში დავუშვათ, რომ ვიღაცას მივცეთ უფლება ესეთი სენტიმენტებით თამაშის. რატოა ქართული ოცნება ძლიერი? იმიტომ კი არ არის ძლიერი დღეს პოლიტიკურად, რომ რამეს წარმოადგენს ან ხალხისთვის ქმნის. არა, ის იმიტომ არის ძლიერი ძალმომრეობითია. იმიტომ რომ აქეთ მხარეს არ იმყოფება სერიოზული ადამიანები. გულწრფელი არ არის ის პროტესტი, რომელიც მას უდგას ანტაგონიზმში. აი ამიტომ ვართ სუსტები ჩვენ ყველა მთლიერი. აბა იქ იდგეს ისეთი ხალხი, რომელიც გასვლილი არ არის, არც პირადით და არც პოლიტიკურით. ჩვენ ხო ნახეთ ესენი ვინ არიან. ვინც ქართული ოცნებიდან წავიდა, ხმასაც ვერ იღებენ. კიკივიან რაღაცას, მაგრამ ვერ ზარაბებს. ნდობა ხალხის ნულოვანი აქვთ. დღეს ეს ტიპები, მინდა ამ მიშველაძეს ვკითხო ეხლა რომ გაპოლიტიკოსდა რა. სანამდე მისი მწვრთნელი თუ ქმარი თუ ქმრად ნამყოფი თუ ქმრად გამხდარი მინისტრად უჯდა ივანიშვილს, მანამდე კაი ტიპი იყო ივანიშვილი? და ეხლა ცუდი ტიპი არის? აი მინდა ესეთი შეკითხვები მინდა რომ დაუსვა რა, პოლიტიკაში წასულ ჟურნალისტს. მან და მაინც იმას ხედავდა, ჟურნალისტი რო იყო მის მომავალ ქმარს ან ქმრად ყოფილს თუ რაც იყო დაჭირდებოდა პოლიტიკური ტრამპლინისთვის, ალასანია და პოლიტიკური ტრამპლინი, ბიჭო 60 მილიონი წაიღო ივანიშვილიდან სამშენებლო ბიზნესში რო წასულიყო და მისი ეგრეთ წოდებული პარტია რო დაეშალა და მეგრელები გადაყარა. ასე ატყულებდა იქ შემოგროვილ მეგრელებს, რომ ჩვენი ტიპები წავლიან წინ, იქნება მაგარი ყველაფერი თავდაცვის სამინისტროში მივიდა, ყველა ახლა იახსოვით, ყველა მეგრელი დააწინაურა, იქ დანარჩენი ჩააჩოჩა. და იქედან გამომძვრალ ტიპს და ტიპის ნაშას აქ პრეტენზია რომ პოლიტიკაში მოვიდეს. ამას სპეციალურად უსვამ ხას ამ კუთხურობით რომ მიდიოდნენ. ამათ იმხელა დანაშაული აქვს გაკეთებული ქართველი ერის წინაშე რომ მეტი არ შეიძლება. და ზოგადად საქართველოს ერთობის წინაშე აქვს ყველაფერი ცუდი ჩადენილი. თუ არა, რა მნიშვნელობა კუთხეს კიდე ერთხელ უსვამ ხას, ვინც ამას შემოაბრუნებს, ყველანაირად მისი პირადი პრობლემაა. მაგრამ ალასანიას ანასხლეტები
რომელიც არანაირად არ განირჩევიან ახალაიასგან. როგორ შეიძლება ამათ ხელში ჩავარდეს სახელმწიფო დეგულსა აქ რა თქვა როგორ შეიძლება სახელმწიფო უიცი ადამიანების ხელში ჩავარდეს ისინი რომ მის დონეზე დაიყვნენ ხელისუფლებას ეგა ოპოზიციაში გადასული კიდევ ერთი ჩათლახი ყავს და ეხლა პოლიტიკოსია რა მე ხმა არ გაბედო პოლიტიკოსია ძმაო რამე არ შეგეშალოს ყავაზე და სიგარეტზე ირჩევა ჩვენი ქვეყნის ბედი ვიღაცა ბების ბაყვებში. აუ ვისაც არ მოსწონს რა ეს ნათქვამი სიმართლე, წავიდეს აგერ ალასანიას სამშენებლო კომპანიაში რა. ბევრი მიყვა კიდე იმას, მილიონები რო ქონდა წაღებული, აფრიალეს დროშები და მერე გადავიდნენ ეგეთ სამშენებლო კომპანიაში. ქვეყანა ინგრევა და ეგენი კი შენდებიან ამით დედამო.